ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას კასპიის რაიონის სოფელი ქვემოჭალის მოსახლეობა ითხოვს. ადგილობრივი მოსახლეობის მით ელექტროენერგიის გადასახადს ისინი კოლექტიური საუბნო კომუნალური მრიცხველების მიხედვით იხდიან და შესაბამისად 13 თეთრის ნაცვლად გაზრდილი ტარიფის 20-დან 25 თეთრამდე გადახდა უწევთ. შემოსავალი ჩვენ არაფერი არ აქვს. ფაქტიურად არ იწყება სოფელი, ხო? 13 თეთრი არის გადასახადი, მაგრამ ვიხდით 18 თეთრზე, 17 თეთრზე, არის უბნები რომ 22 თეთრზეც იხდიან. ჩვენ გვაქვს შავი სოჩიკები, ძველი სოჩიკები მოსახლეობას, რომელიც გამოტანილი გვაქვს გარეთ. არის დამაგრებული სტოლბებზე. მაღლა არავინ არ იპარავს თენს, მაგრამ იქ არის დაყენებული თეთრი ციფრული სოჩიკები, მრიცხველები. და ეს ციფრული მრიცხველები, არ ვიცი უფრო ჩქარატრიალებს თუ რაშია საქმე, ყოველთვის არის 13 თეთრის მაგივრად ძალიან დიდი გარღვევები. გავაკეთეთ განცხადება კოლექტიური, რაზეც რეაგირება არ მომხდარა და 15 თეთრი ეს არის ყველაზე კაი შემთხვევა. და იმ 15 თეთრს კილოვატს კიდე პლუს ლარები და 2 ლარები ემატება. ტარიფი როგორც ასეთი რაც არის სახელმწიფო ტარიფი ჩვენ მაგ ტარიფით კაი ხანია მით უმეტეს აგვისტოს ომის მერე ჩვენ აღარ გადაგვეხდია. ენერგოპრო ჯორჯია ამ ეტაპზე ახორციელებს უკვე სოფლების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. ჩვენს ფილიალის მასშტაბით 17 სოფელში გვაქვს მიმდინარეობს ინდივიდუალური გამრიცხველების პროგრამა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. უშუალოდ კასპიის რაიონში 5 სოფელში არის ახლა გამრიცხველიანება, რომელსაც დავამთავრეთ წეს და მომავალი წლიდანაც კიდევ სხვა სოფლები ჩაჭდება. ჩვენ ყველა სოფელზე აბსოლუტურად გაკეთებული გვაქვს მოკვლევა, სად რამდენი მრიცხველია საჭირო, ან საყრდენი და უშუალოდ კაბელები. ეს ყველაფერი გადაცემულია ჩვენს ხელმძღვანელობასთან, ჩვენ სათავო ოფისში და უშუალოდ მათგან მოვა დირექტივა თუ რომელი სოფელი დაიწყება უკვე მომავალი წლიდან.